როგორი არომატი ტრიალებს სოფლიო სამზარეულოებში მაშინ, როცა ჩვენთან ტრადიციულად საცივი და გოძინაყი მზადდება. ბრაწავენ ღორის ხორცს ჩირით, უმზადებენ თაფლის სოუსს, გარნირად შებრაწულ კარტოფილის ნავებს. აუცილებლად აცხობენ ქათამს ღუმელში. გულსართად იყენებენ ბრინჯს, გარგარს. გარნირი აქაც კარტოფილია. ბევრი სანელებლით შეზავებული კარტოფილი და დესერტი რა თქმა უნდა. ცომის ტკბილი გუნდები მრავალფეროვანი გემოებით დატვირთული. ხილით, ჩირეულით, თხილეულით, ბევრი კარამელით. და ბოლოს გამომცხვარი ჯინჯერის ორცხობილის სახლი. ისეთივე ჯადოსნური და ზღაპრული, როგორიც საახალწლო განწყობილებაა. მოკლედ, გურმანიას სამზარეულოში საახალწლო განწყობა ნამდვილად იჯდება. მე და ვახო ტრადიციულ სამზადისში ვართ. გამოვაცხობ ღორის ბარკლის რბილ ნაწილს, ბევრნაირი ჩირით და ტკბილი სოუსით. გარნირად ოქროსფრად მოუბრაწავ კარტოფილის ნავებს, ამოვასებ ყველით და ბეკონით და ღუმელში დავასრულებ. მართლაც სრულყოფილი კერძი იქნება საახალწლო სუფრისთვის. აქვე ღორის ხორცის ბარკლის რბილი ნაჭერი, ძალიან კარგი ნაჭერია და მოვამზადებ საახალწლო კერძს, რომელიც არის მარტივი და ძალიან გემრიელი. პირველ რიგში უნდა ჩავსერო, ამოვავსო ჩირეულით, სხვადასხვანაირი ჩირეულით, მერე დავბრაწო გრილზე და დავასრულო ღუმელში. დავიწყე. მოგეთ, ჩავსერე 1 2 3 4 5, ეს არის დაახლოებით კილონახევარი ღორის ბარკლის რბილი. ჩირეული შეგიძლიათ ნებისმიერი გამოიყენოთ, ანანასი, პაპაია, მე მაქვს ფინიკი, ქლიავი, ქიშმიში და გარგრის ჩირი. გარგრის ჩირი დავიწყებ. 1 2 შეიძლება ცოტა გაფართოებაც დასჭირდეს, რომ უფრო მეტი ჩაეტიოს, უფრო ტკბილი რო იყოს და უფრო გემრიელი. ქიშმიში, რა თქმა უნდა. კარგად უნდა ჩაიტენოს. ღორის ხორცი ჩირეულით, თუნდაც ქართველი გურმანებისთვის ახალია, მაგრამ არ შეგეშინდეთ. ღორის ხორცს ძალიან უხდება ტკბილი, უხდება ჩირი, უხდება თაფლიც. ასე რომ ახალი გემოების აღმოჩენის ნუ შეგეშინდებათ, დამიჯერეთ ძალიან გემრიელი გამოვა. გრილი ცხელია უკვე, ეხლა ამას დავბრაწავ ზეთი. ცოტა მარილი. ღორის ხორცს დავბრაწავ ყველა მხრიდან დაახლოებით 3-5 წუთის განმავლობაში. ამასობაში კიდე მოვამზადებ სოუსს. თაფლი დაახლოებით 100 გრამი. კეჩუპი დაახლოებით 80 მილილიტრი, 100-დან 80 მილილიტრამდე. ნივრის ფხვნილი 1 გრამი. წყალი 150 მილილიტრი. ამას კარგად გავხსნი წყალში. უნდა გამოვიდეს ბლანტი, ნახევრად ბლანტი და აი ამ სოუსს ზემოდან მოვასხავ ღორის ბარკლის რბილს, სანამ ღუმელში შევდგავ გამოსაცხობად. ისევ მარილი. ხორცის სოუსი მზად არის, მე ხა დავიწყებ გარნირის მომზადებას. გარნირი არის ძალიან გემრიელი, მაგრამ ეტაპობრივია. გარნირისთვის გვჭირდება კარტოფილი, არაჟანი, შაშხი, მწვანე ხახვი და ცოტა ოდენი ნივრის ფხვნილი. დავიწყე. კარტოფილი უნდა გამოვაცხო ღუმელში. პირველ რიგში შავიღებ ჩანგალს და ატარა ნახვეტებს გავუკეთებ, რომ უფრო მალე მომზადეს. პირველ რიგში კარგად უნდა გავრეცხოთ კარტოფილი. ეს ღუმელში კანიანად წვება. რამდენიმე ნახვეტი გვინდა. 3 კარტოფილი. გვჭირდება ალუმინის ფირფიტა.
მაშასე. კარტოფილი დავჭხვრიდე ჩანგლით. და გადავახი ალუმინის ფირფიტაში. კარტოფილი მზად არის. ხორცი ყველა მხრიდან დაიბრაცა. დროა უკვე გადავიტანო გამოსაცხო ფირფიტაზე. ცოტა ზეთი. ჭრილები ზემოთ უნდა იყოს და რა თქმა უნდა соуსი. თაფლის, კეჩუპის, ნიურის ფხვნილი და ცოტათი წყალი. მოვასხათ ზემოდან. соус ცოტას დავიტოვებ, შეიძლება დამჭირდეს. მაშასე, соуსი მოსხმულია. ცოტა ოდენი წყალი, დაახლოებით 50 მილილიტრი ეყოფა. თაფლი ვარ დაიწვას და ორთქმა რომ უფრო კარგად გამოაცხოს ხორცი. ამას სჭირდება ალუმინის ფირფიტა. $170 გრადუსი ზედა და ქვედა წვით დაახლოებით საათი და 45 წუთი. ეხლა მოვამზადებ გარნირის გულსარცს. არის მარტივი, სჭირდება შაშხი, არაჟანი, მწვანე ხახვი, ცოტა ოდენი ნიურის ფხვნილი. დავიწყებ შაშხით. შაშხი ბევრი არ გვინდა, გვჭირდება დაახლოებით 100 გრამი. შაშხი დავჭრათ წვრილად. გარნირი იქნება კარტოფილის ნავები, არის განსაკუთრებული. ასეთ გარნირს ვერ ნახავთ ვერც რესტორანში და ხშირად ვერც სახლში. ორი ღერი ხახვი, თეთრი ნაწილი არ გვჭირდება, გვჭირდება მარტო მწვანე. ასევე წვრილად დავკეპავ მწვანე ხავს. შაშხი, ნიურის ფხვნილი, 1 ციკვი, არაჟანი დაახლოებით 150 გრამი. მწვანე ხახვი. კარგად ამოურევ. გულსართი მზად არის. ეხლა უნდა გავხეხო ყველი. ყველი მაგ ჩედარის ყველი, ყვითელი ჩედარის ყველი, არის გემრიელი, არის წელვადი. თუ ჩედარის ყველი არა გაქვთ, შეგიძლია გამოიყენო ნებისმიერი წელვადი ყველი, ანუ სულგუნი, სხვათა შორის შებოლილი სულგუნიც ძალიან უხდება. გავხეხავ წვრილად. დაახლოებით 100 გრამი ჩედარის ყველი. კარტოფილიც მზად იქნება ალბათ უკვე. აუ შევამოწმებ. ცხელია. კარტოფილიც მზად არის. კარტოფილის გაცივებას დაველოდები. ამასობაში ავიღებ პატარა ქვაბს და მოვიმზადებ სახლის ფლიწურს. ჭირდება ზეთი, დაახლოებით 9 ლიტრი. დაველოდები გაცხელებას. კარტოფილი გავჭრათ შუაზე. ამოვიღოთ გული, რომ ივცეთ ლამაზი ნავის ფორმა. ეხლა ჩავდე ფლიწურში. და კარგად დავბრაწავ, მინდა რომ იყოს ხრაშუნა და ოქროსფერი. კარტოფილი მზად არის. ეხლა გულსართი. ძალიან კარგი კომბინაცია არის არაჟანი, შაშხი, მწვანე ხახვი და ცოტა ოდენი ნიურის ფხვნილი. ჩედარის ყველი. კარტოფილის ნავები მზად არის ღუმელში შესადებად. ეხლა გამოვიღებ ღორის ხორცს, დავასვენებ 5 წუთი, ამასობაში გარნირიც მზად იქნება. შემდეგ უკვე თეფს ავაწყობ. პირველ რიგში გამოვიღებ ხორცს. ტემპერატურა მაქსიმალური 250 გრადუსი და
მარტო ზედა წვა. მზად არის. გარგრის ჩირიც კარგად ჩანს, ლიავის ჩირიც და რა თქმა უნდა ქიშმიში. ამით ჯერ არ მორჩენილა კარტოფილი. ცოტა соуსი, რომელიც დავიტოვე, ზემოდან მოვასხავ. ძალიან გემრიელი соуსი არის, თაფლი, კეჩუპი, ნივრის ფხვნილი და ცოტა ოდენი წყალი. და გარნირისთვის რა თქმა უნდა ისევ და ისევ ჩირი. რადგან ჩირი გამოვიყენე გულსართად, ხორცის გულსართად, მინდა რომ ზემოდანაც იყოს. ცოტა ქიშმიში, ცოტა ლიავის ჩირიც. ცოტა მწვანე ხახვი. ღორის ბარკვის რბილით, პილეულით და კარტოფილის გარნირით სახალხო სუფრისთვის მზად არის. მოვთუშავ ხილს, დავუმატებ თხილეულს, ჩირეულს, გავახვევ ცომის პატარა გუნდებში, მოვასხავ კარამელს და ისე გამოვაცხობ ღუმელში. საახალწლო სუფრის ყველაზე კარამელიანი დესერტი. ვიწყებ შიგთავსის მომზადებას. აქ ვაქვს მსხალი, კომში და ვაშლი. პირველ რიგში რა თქმა უნდა გავთალოთ. დამჭირდება 1 მთლიანი მსხალი, 2 ვაშლი და 1 კომში. ამ ნამცხვრის მომზადება შეგიძლიათ ნებისმიერი ხილით, ან თუნდაც მხოლოდ ვაშლითაც ძალიან გემრიელი გამოვა. მე უბრალოდ მინდა რომ გამოვიყენო ყველაზე არომატული ხილი, რაც გვაქვს ეხლა ამ სეზონზე. ანუ ვაშლი, მსხალი და კომში, რა თქმა უნდა. დავჭრათ ხილი პატარა კუბებად. და ბოლოს კომში. ყველაზე რთულად იჭრება კომში. ხილი მზად არის, უკვე კუბებად დავჭერით, გადავიტანოთ ჯამში და ვადუღოთ 5-10 წუთით. რომ ზედმეტი სითხისგან დაიცალოს ხილი, რადგან შემდეგ ცხობისას არ გახეთქოს ცომი. სანამ ხილი მომზადდება, მოამზადოთ ცომი. ქვილი 500 გრამი. ჩავყაროთ ჯამში. ცოტა დავიტოვოთ სამუშაოდ. მარილი 2 გრამი. შაქარი 100 გრამი. და ჩავახეხოთ 120 გრამი მარგარინი. მინდა რომ ეს დესერტი იყოს სამარხო, მაგრამ იგივე ცომი ზუსტად შეგიძლიათ მოამზადოთ კარაქით. მარგარინი უნდა იყოს ოთახის ტემპერატურის, რომ ადვილად ჩავახეხოთ ცომში. ხილმაც უკვე კარგად გაუშვა სითხე. დაახლოებით 5 წუთიც და მზად იქნება. აი ესე გავაფხვიეროთ ცომი, რომ დაიშალოს მარგარინი და გაერთიანდეს ფქვილთან. დავუმატოთ წყალი 200 მილილიტრი. ცომი უნდა იყოს მაგარი, მაგრამ ელასტიური. იმიტომ რომ ადვილად შემდეგ გავახვიო ხილი, მოთუშული ხილი
ცომის გუნდებში. გადმოვიტანოთ ცომი დაფაზე. გადავზილოთ რამოდენიმეჯერ და დავასვენოთ ცომი 20 წუთით. ხილი მზად არის. გადმოვიტანოთ ჯამში. კარგად დაშრა უკვე სითხეც. და ხილს დავუმატოთ თხილეული, რომელიც მაქვს. ეს არის ქეშიუ, ნიგოზი, მიწის თხილი და ქართული თხილი. დავჭრათ. ესე უხეშად გადაუაროთ დანით. ჯამში 100-120 გრამი საკმარისია. არ არის აუცილებელი რომ სიმეტრიული იყოს, შეიძლება ზოგან დიდი ნაჭერიც გიგაყვეს, მაგრამ პირიქით უფრო გემრიელიც იქნება ჭამის დროს. დავუმატოთ ხილს. აქ მაქვს ჩირი, გარგრის ჩირი, შავი ქლიავის ჩირი და ფინიკი. დავჭრათ 30 გრამი შავი ქლიავის ჩირი, 30 გარგრის და 30 გრამი ფინიკი. საკმაოდ კალორიული და ძალიან გემრიელი გამოვა ეს ნამცხვარი. ფინიკი. მოვიღოთ კურკა. ფინიკი ერთ-ერთი ყველაზე კალორიული ჩირეულობაა, მაგრამ ყველაზე სასარგებლო. ესეც დავუმატოთ ხილს. ამოურიოთ. და ხილის შიგთავსი მზად არის. ცომაც დაისვენა. დავყაროთ დაფაზე ფქვილი. და დავანაწევროთ ცომი გუნდებად, პატარა გუნდებად. უნდა მივიღოთ დაახლოებით 20 გრამიანი ცომის გუნდები, რომელიც დიდი იყო კიდევ შუაზე გავჭერი. ესე იგი მივიღეთ 2, 4, 6, 8, 10, 24 გუნდა. დამჭირდება გამოსაცხობი ფორმა. ამ შემთხვევაში ტორტის გამოსაცხობ ფორმას ვიყენებ. შეგიძლიათ კექსის გამოსაცხობი ფორმაც გამოიყენოთ. ხელით გავიყვანოთ ცომი. ერთი არასავსე სუფრის კოვზის ხილის შიგთავსი დავადოთ ცომს და შევკრათ. შევკარით გუნდად, ამოვავლოთ შაქარში და გადავიტანოთ ფორმაში. ყველა გუნდაზე ვიმეორებთ იგივეს. ამოვავსოთ ბოლო გუნდაც. და გადავიტანოთ ფორმაში. ესე იგი, გავავსეთ გამოსაცხობი ფორმა 2 ფენა ვაშლის გუნდებით. ეხლა უნდა მოვამზადოთ კარამელი. ჩავყაროთ ჩვეულებრივი თეთრი შაქარი 150 გრამი. ყავისფერი შაქარი 100 გრამი და მარგარინიც 100 გრამი. მასა რო გახდება მუქი ყავისფერი, მოოქროსპრო, ესე იგი კარამელი მზად არის. ამოურიოთ. თეთრი შაქარიც უნდა გამუქდეს აუცილებლად. კარამელი მზად არის, უკვე გამუქდა, მუქი ყავისფერი გახდა კარამელი. ცხელი კარამელივე მოვასხათ ნამცხვარს
მთლიანად. ისე რომ ჩავიდეს კარამელი. და წავიღოთ გამოსაცხობად. ცხება 180 გრადუსზე 9 საათით. ამოვიღოთ ფორმიდან სანამ ცხელია. მაინც თავი დავიზღვიოთ და დანა ერთხელ შემოვავლოთ. იდეალურად გამოცხვა, კარამელი ბოლომდე გაუჯდა ნამცხვარს. ეს არის ყველაზე კარამელიანი, ყველაზე არომატული, ყველაზე გემრიელი და ნოყიერი ნამცხვარი. საახალწლო სუფრისთვის. ყველაზე მეტად მიყვარს ახალი წელი. იმიტომ რომ გოჯია ახალ წელს. მთელი წელი იყო ეს გოჯი. ნაძვის ხე და ორცხობილის ხე. ძალიან დავიღალე. ვაყარ, კერა და ტვინი რა შვება, ეცი აქედან გადმოიღვარა. პატარა გუნდებში მოვასხავ კარამას და ისე გამოვაცხობ ღუმელში. აქ მე მაქვს ღორის ხორცის მოიცეცანა საქონლს. და ბოლოს უსაცავი. ეხლა მოვამზადებ თავიდან. ეხლა მოვამზადებ მე ჩართული მქონდა, გენაწოლი, ჩართული უნდა იყოს წეწყლი. ცხელია. კიდე რომ მოვხდა. კაი. ვაიმე! წყალი იყო იქ და მიეჭხა. იმიტომ რომ კი არა. ხო? იმისთვის რომ ხო, დიდი ზომის ქათამი. იმიტომ რომ კი არა. იმისთვის რომ ხო, იმისთვის რა გავიჭერე. განსაკუთრებულად გახდის საახალწლოდ რა? საახალწლოდ მომზადებულ ქათამს. საახალწლოდ მომზადებულ ქათამს. ნაძვის ხის აწყობის შემდეგ ცოტა ისე ვილაპარაკე. აუ წყალი უნდა დავლიო. რა კი არა ისე ოქროსფრეთ გაფოსეს. გარნირად. ხო, 3 2 1. თავიდან ფრაზა როგორ იწყება? აი, აღარა მახსოვს. ჩემთვის? მერე ნინუცა. ჩემთვის რა? შენ უნდა მითხრა, ჩემთვის რა არის ახალი წელი? წელი ჩემთვის ასოცირდება. всё. Просто?